მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. მოდი ვნახოთ, რა გელოდებათ მომავალში თქვენ სურვილებზე. თქვით თქვენი სახელი და დავიწყოთ, რა გელოდება. ჩემო კარგო, ხედავ მაგიდებს, დიდ სიხარულებს. რაღაცა ცვლილებები გელოდება აუცილებლად, სიხარულიც გიჩანს. აქ ვიღაცა ცოლიანი პიროვნება ამოგივიდა, სურვილის ასრულებით და რაღაცა თანხით ამოგივიდა. შენ აუცილებლად ვიღაცა ქალბატონთან საქმიანი ლაპარაკი გელოდება. კასიონის სახლზე დამოკიდებულია ეს ლაპარაკი. პატარა შეფერხებები კი ჩანს, ცოტა საეჭვოდ დადგები, ან შეიძლება რაღაცა დრო გაიწელოს. მერე გელოდება ახალგაზრდა ბიჭთან შეხვედრა. ჩემო კარგო, თუ ჩაფიქრებული გაქვს რაღაცა ამბავი, საბუთი, თუ რამეს მომავლისთვის ასეთ რამეს ელოდები, იცოდე ეს საბუთი ან ეს საქმე გაგიპოსტავდება. ძალიან მთხილად იყავი, რომ ბოლოს პოსტად არ დარჩე, პოსტად მიხვდით, ხო? შეიძლება შენი ფიქრები და ოცნებები ბოლოს გაიხედო და ან არ გამოგივიდეს, ან მოტყუებული არ დარჩე რამე შენ საქმეში. მომავალზე იყავე ფრთხილად. კარგი. რა არის იცი? სიხარულები კი ძალიან დიდი გაქვს, მაგრამ გავიხედავ ისევ რაღაცა გიპოსტავდება. საქმეებს დაიწყებ თითქოს უცბად იბლოკები. რა არის ეს დადღეში ხარ? და კიდე რაზე იყავი ყურადღებით. აქ ვხედავ ვიღაცა ცოლიანი ბიჭი. ამ მოკლე ხანში ამასთან უნდა იყო ძალიან ფრთხილად. შეიძლება რაღაცა ელდა გელოდება ამ პიროვნებასთან. ეს შეიძლება იყოს მეუღლე, ან ვიღაცის ქმარი, ესეთი პიროვნება გიჩანს და ფრთხილად იყავი ძალიან. ელდით ამოგივი და ან რაღაცა უდარით. ნახოთ ახლა რა მდგომარეობები გაქვს, შევხედოთ. სხვადასხვა ფრთხილად იყავი, ვინმე ქალბატონი თუ რამეს გპირდება, ან თუ რამეს ელოდები. ვიღაცა ქალბატონი ცოტა არ იყოს გაჭედილი ვით არის, რაღაც საეჭვოდ დგას, იცოდე, რაღაცა საქმეში. ან შეიძლება შენ თვითონაც რაღაცაზე ეჭვი გეპარებოდეს ამ ქალბატონზე. ისე დიდი ღმერთის წყალობა გაქვს. შენ რასაც ლაპარაკობ, თითქოს ყველა საქმე გამოგდის და კიდე მომისმინე. რაღაცა პატარა ნერვიულობა შეიძლება მოხდეს ოჯახში. რაღაცა სანერვიულო გელოდება, შეიძლება ხმამაღალი ლაპარაკი მოხდეს. ამაზე იყავი ფრთხილად. შეიძლება ოჯახში იყოს ეს ნერვიულობა, ან შეიძლება იყოს რაღაცა სახლის ჭერის თაობაზე ნერვიულობა. ამჟამად რო გითხრა, წარმატება და წინსვლა გიჩანს მეთქი, იმდენად ვერ ვხედავ. არ ჩანს, იმიტომ რომ რაღაც ამ დრო იწელება, ან მოსაგვარებელი საქმე გაქვს, ცოტა შეფერხებით ჩანხარ. მოდი ვნახოთ ახლო მომავალში რა გიჩანს. რადა გამშვიდებს ახლო მომავალში. გეუნები ეს ქალბატონი ვინ არის? რაღაცა დიდ აქტიურობაში შედის, ან გზა ელოდება, ან გზიდან მოდის, ან შეიძლება შენ თვითონ გზაზე წახვიდე ამ ქალბატონთან. გზა გელოდება აუცილებლად. აი გეუნები წარმატებული ადამიანი ხარ, საქმეზე რომ მივა, ყველაფერი გიპოსტავდება და მერე მოგიწევს გზა. ამ გზაზე კი ვიღაცა ქალბატონი გელოდება, ჩემო კარგო. რაღაცა შენი ჩანაფიქრები და შენი სურვილები იმდენად არ მომწონს, იმიტომ რომ ჯერჯერობით ახლო მომავალში შეიძლება საქმე გაგიპოსტავდეს და მომავალშიც ფრთხილად იყავი. გაპოსტავებები რაღაცა
ბევრი ჩანს შენ ცხოვრებაში. ახლა თუ პირადი კონსულტაცია აქვს სურს, შეგიძლიათ ამიკავშირდე 557 64 38 91. ნახვამდის.